მოვედით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, რომელსაც ქვია ლოტუს მაჰალ, იგივე ლოტუსის სასახლე და ითვლება, რომ ეს იყო დედოფლის და მეფის საცხოვრებელი ადგილი. ეს არის დრავიდული და ისლამური კულტურის შერწყმის სანიმუშო მაგალითი. არის სვანურ კოშკს იგავს ეს. ამ სასახლის ძირში არის წყლის სისტემა, რომელიც სასახლეს აგრილებდა ზაფხულის ცხელ დღეებში და ეს გაგრილება ეხაც რო ჩართონ კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მაგრად ცხელა. ბევრი დარგი და მიმართულება განვითარებული იყო ინდოეთში ოდითგანვე და ამის შესახებ ვედებშიც არის ცოდნა არქიტექტურას. ეწოდება ვასტუ. იძლევა ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს სახლი აშენებული, იმისათვის რომ იყოს ჰარმონიული, ენერგეტიკული განლაგება, ასე ვთქვათ რა. მაგალითად არ შეიძლება სამზარეულო ისე დააგეგმა, რომ დღის მზე შემოდიოდეს რაღაცა მომენტებში. სამზარეულოში ისედაც ცეცხლის კერაა, იმიტომ რომ სულ რაღაც საკეთებ და ტემპერატურა ისედაც მაღალია და ისე უნდა გათვალო, რომ მზის სხივები თუ შემოვიდა, მე კიდე დამატებითი სიცხე იქნება და არ იქნება სასიამოვნო მანდ დარჩენა. მოკლედ ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ადამიანმა ჰარმონიაში იცხოვროს და აი დღევანდელი კორპუსებიც ეგრეა ფაქტობრივად, არა? თუ კი რამე ცოდნა არის, რაც მე გამოვიდა გარეთ, ხო? თითქმის ყველაფერი არის ვედური საწყისებიდან წამოსული.